ლამაზი ქალები, ლამაზი მოდელები, აქსესუარები და აუცილებლად ინვალიდის ეტლები. ეს არის 22 წლის ფოტოხელოვანის ექსპოზიციის მთავარი შტრიხი, რომელიც ბავშვობიდან სავარძელსაა მიჭაჭული. პროექტის მე ანიას ავტორს იმედი აქვს, რომ ხელოვნებით და სილამაზით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ამავე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. თან რაღაცა ესეც კომპოზიურია. კაბას დღეს ანა გოგუაძე არჩევს. ვარდისფერი მოხდა. და ყველა სხვა გადაწყვეტილებასაც 22 წლის ფოტოგრაფი მიიღებს. ყველაზე პატარა არჩევანი მას ინტერიერებში აქვს. თბილისში სულ რამდენიმე შენობაა ისეთი, რომელშიც ანა თავისი ეტლით და ბრკოლების გარეშე შევა. ანა გოგუაძის მეორე პერსონალური გამოფენის გმირები ყველაზე ლამაზი ქალები არიან. ლამაზი ქალი არ აქვს მნიშვნელობა სადიჟდება ეტლში, სავარძელში თუ სკამზე. ფოტოს ერთი შეხედვით, როდესაც უყურებ, აღიქვა ლამაზ გარემოს, ლამაზ ქალს, რომელსაც ამშვენებს ლამაზი სამოსი, დიდრული გარემო და უკვე მე ხვდები, რომ რაღაცა დეტალი არის არასრულფასოვანი. ინვალიდის ეტლი ანას კონცეფციაში აქსესუარია. ძვირფასი სამკაულის ფონზე, დახვეწილ ინტერიერში, ლამაზი ქალის ირგვლივ, გლამურულ ჰარმონიას სწორედ ეს დეტალი არღვევს. კონტრასტის უხერხულობას კი დამთვალიერებლამდე პროექტის მონაწილეები გრძნობენ. პირველად ჩავჯექი და 2 წუთი ავზივარ, ხო? გიპასუხო არც ის არ ვიცი. თავარი ის არის, რომ თავარი რაც არის, რომ ეს ადამიანები ჩვენ გვერდზე უნდა იყვნენ. ჩვენ გვერდზე, აი როგორც მე შენ მიზიხარ ახლა აქ და მათ ამის საშუალება არ აქვს. ანა გოგუაძეს ფოტოგრაფიაში თავის მოსინჯვა პირველად მეგობარმა ნინო ქათამაძემ ურჩია. რამდენიმე თვიანი მცდელობის შემდეგ სრულიად დაუხმარებლად დღეს უკვე ისე იღებს როგორც პროფესიონალი. დღეს ის ბინა სტუდიოს ფოტოგრაფია. მასთან თანამშრომლობას ცნობილი ადამიანები თანხმდებიან არა თანაგრძნობის ხარჯზე, არამედ როგორც სრულფასოვან პარტნიორს. როდესაც რაღაცა მინდა, იმას ყოველთვის ვახცევ. მე თუ ვიგრძენი რომ ვიღაცა რაღაც იმიტომ მიკეთებს, რომ ანგარიშს მიწევს, ეს ჩემთვის შევატყობა არის. ანუ აბსოლუტურად თანაბრად უნდა შეაფასო ჩემი შემოქმედება და ჩემი საქმიანობა. ანა გოგუაძე მეგობრებისთვის ანიაა და რადგან ამ სერიის ყველა ფოტოში საკუთარ თავს დებს, პროექტს მე ანიას არქმევს. კოლექციას თავის გარდაცვლილ მეგობარს უძღვნის, რომელიც ასევე ინვალიდის სავარძელს იყო მიჯაჭვული და მასავით საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი, როგორ ამძიმებს ბუნებრივად შეზღუდულ შესაძლებლობებს ხელოვნურად ადამიანების გულგრილობით შექმნილი ბარიერები. სულ მარტივი, ამ ქალაქში ინვალიდის ეტლის ასასვლელი პანდუსების არარსებობა. აუცილებლად პირველ რიგში რასაც გავაკეთებ, არის შემოსასვლელს ჩემს მაღაზიაში. მართალი გითხრა, პირველად ვიგრძენი თავის სერიოზულად დამნაშავეთ, რომ არსებობს ადამიანები, რომლებსაც უნდათ უბრალოდ რომ შენამდე მოვიდნენ. როგორ იმუშავებს უნდა შეზღუდული ადამიანი ბანკში? თუ ვერ მიაღწია თავის მაგიდამდე და ვერ შევიდა. ყველა დავფიქრდეთ ამაზე. რეალურად ამ ადამიანებს ჩაგრავთ. მე ანიას ჯეოსელი წარმოადგენს. დიდ ბრჭყალებში სვამს, მაგრამ მაინც ისე განიხილავს, როგორც პროტესტს. ესთეტიურ პროტესტს. აი იმ პრობლემის მიმართ, რომელიც მას აწუხებს. ეს არის ძალიან უჩვეულო ფორმა. იმდენად მისაღები იყო ჩვენთვის, კომპანიისთვის, აი ესეთი სინთეზი, სიკეთის და სილამაზის და ამავდროულად რაღაცნაირი ძალიან მოწიწებული აი ეს მოთხოვნის, რომ უარი ვერ თქვით, რომ გვერდში დავდგომოდით. ცხოვრება ისეთი რამ არის, რომ არავინ არაფრისგან არ ვართ დაზღვეულნი და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ესეთ ხალხს სჭირდება ჩვენი თანადგომა. იდეა, რომ აი ეს ლამაზი გოგო, ლამაზ სამოსში, ლამაზი თმით, ვარცხნილობით ზის აი ეს ეტლში, რა ვიცი, რაღაცა ცოტა მაჟრიალებს. პროექტის ავტორსაც იმისი იმედი აქვს, რომ ყოველგვარი აგრესიის გარეშე, მხოლოდ სილამაზით და სწორედ საკუთარი უნარებით გარშემომყოფების ყურადღებას გაამახვილებს. თბილისი მერიოტის ლობიში და რედისონის სპა ცენტრში გადაღებულ ფოტოებს კიდევ 18 ნამუშევარს დაუმატებს და გამოფენას ინვალიდთა საერთაშორისო დღეს 3 დეკემბერს გახსნის. ექსპოზიცია თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მოეწყობა. ფილარმონიის ივენთ ჰოლში ასეთი ეტლით შესვლა დაუბრკოლებლად შეიძლება.